ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით. გავეცნოთ პოზიციას ალიოხინ შტერკის პარტიიდან, რომელიც გათამაშდა 1921 წელს. ალიოხინმა ისარგებლა რა შავი ფიგურების, ლაზიერის, კუს და მხედრის გარიყული პოზიციით, მიტოვებულ შავ მეფეზე ელვისებული შეტევა მიიტანა. ალიოხინმა ასევე კარგად გამოიყენა A6-ზე შავი ლაზიერის დაუცველობა. Q5 მიდის F6-ზე. პირველ რიგში არ შეიძლება G-F, ეტლი G4-ის გამო და შავები კარგავენ ლაზიერს. არ შეიძლება ასევე ეტლი AC8, ეტლი G4-ის გამო და თუ ლაზიერი E2, ეტლი G7, მეფე H8, ეტლი G5 შამათით. რა გზას მიმართონ შავებმა? გამოდის რომ იმუქრება ეტლი G4. თუ შავები ითამაშებენ H5-ს, თეთრებს მაინც აქვს საშუალება ითამაშონ ეტლი G4. ლაზიერი E2, ეტლი G7, მეფე H8, მხედარი G5 და მიუხედავად იმისა, რომ შავებს ყავთ ზედმეტი ლაზიერი, მათ არ აქვთ არანაირი რესურსი, რომ თავი დაიცვან ეტლი H7 ორმაგი ქიშით, მეფე G8, ეტლი H8 შამათისაგან. ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ შავებმა ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, ეტლი F8. მათ გაუმთავისუფლეს შავ მეფეს F8 უჯრა. შესაბამისად მოიგერიეს ეტლი G4. თითქოს ყველაფერი კარგად აქვს შავებს, რომ არა ალიოხინის გამანადგურებელი დარტყმა. ლაზიერი E2 მიდის E5-ზე. თეთრებმა ახალი მუქარა შექმნეს, ლაზიერი G5 ან ლაზიერი G3. რაკნან შავებმა? თუ ისინი ითამაშებენ ლაზიერ C4-ს, მაშინ ლაზიერი G5, მეფე F8, სხვა სვლა არ არის, G6-ის შემთხვევაში ლაზიერი H6, ლაზიერი G7, მეფე E8, ლაზიერი G8, მეფე D7, მხედარი E5, თეთრების გამარჯვებით. თუ შავები აიყვანენ G-F-ს, მაშინ ეტლი G4 ქიში, მეფე F8, ლაზიერი D6 და ეტლი G8 შამათით. მუქარის ქვეშა ასევე A4 ეტლი. შავებმა ვერ ნახეს გამოსავალი, მათ ითამაშეს ეტლი C5, ლაზიერი G3, G6, ეტლი კლავს A4-ს. თეთრებს უკვე ზედმეტი ფიგურა აქვთ და აბსოლუტურად მოგებული პოზიცია და რამდენიმე სვლაში შავები დანებდნენ. მადლობთ ყურადღებისათვის.